ქართული ოცნება დიდგორობის დღესასწაულსაც პროპაგანდისთვის იყენებს. 12 აგვისტო, როგორც დიდგორის ომში გამარჯვების დღე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის 12 აგვისტოს დაუპირისპირა. სწორედ 2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ ჩამოტანილი 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა პაპუაშვილისთვის კაპიტულაციური დოკუმენტია. შუა საუკუნეებში სრულიად სხვა ისტორიულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში მომხდარი მოვლენა, დავით აღმაშენებლის მიერ თურქ-სელჩუკებზე ისტორიული გამარჯვება, ქართული ოცნებისთვის არის არგუმენტი, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული სამშვიდობო ზავი ნაციონალური მოძრაობის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების მარცხია. და 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ეხლა ეს რასაკვირველი არის, ყველაზე საშინელი პროპაგანდა, ალბათ რაც შეიძლება რომ გაეკეთებინათ, იმიტომ რომ 2008 წლის ომი ეს არის გაგრძელება, აი როგორც ისტორიკოსი გეტყვით, ეს არ არის რაღაც ახალი, იმიტომ რომ ეს ომი დიდი ხანია იყო დაწყებული რუსეთ-საქართველოს, უბრალოდ 2008 წლის ომი არის ერთი პატარა გაელვება, რომელიც ჩემი აზრით არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როდესაც დამპყრობელი სახელმწიფო გემეზობლება და უკვე სხვა გზა არ აქვს, რომ დაგარტყავენ, თავიც უნდა დაიცვა, ხო, რასაკვირველია, დავით აღმაშენებელმა მე-12 საუკუნეში დაარტყეს საქართველოს თურქ-სელჩუკებმა, კოალიციური მხედრობა შემოვიდა, იმ პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიულად შემოტყუებით გამარჯვება. მაგრამ როდესაც ცეცხლს გაგიხსნიან, როდესაც საკუთარ ქვეყანაში შემოვლენ და სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და შენ როგორ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის მქონე სახელმწიფოს არ გაძლევენ არჩევანის გაკეთების საშუალებას და გეუბნებიან, რომ გინდა თუ არა ზევით იყურე მარტო და სხვაგან არსად აღარ გაიხედო. ეს საერთოდ სხვა მოვლენაა.